შემთხვევაში არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც დაამცირებ, ვისაც დააშინებ და შენ მაგას გაიტაბალოდე, ვერ გაიტაბალოდე. პროტესტი დაიწყო იმ შემოთავაზების საფუძველზე, რაც ადმინისტრაციამ გააკეთა დამცინავი და ადამიანისთვის შეურაცხყოფელი 4%, რომელიც ითვალისწინებს 30-დან 40-მდე მატებას ხელფასის. და 28 იანვრიდან გავიფიცეთ. ზოგადად ქარხანა 21 იანვარს არის გაჩერებული, გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა. იმის მერე არ გამოსულა საერთოდ კონტაქტზე ადმინისტრაცია, არანაირ მოლაპარაკებაზე არ გამოდის, ჩვენ ვითხოვთ როგორც დღეს გაშედა ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რომ რამე ადეკვატურ თანხაზე შევთანხმდეთ, მაგრამ ეს ადეკვატური თანხა ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ხალხის გადაწყვეტილება არის 300 ლარი. ამის იქით და არც მეტი არც ნაკლები თანხა არ გვაინტერესებს. მოემატება 300 ლარი, მაშინ გაეშვება ქარხანა. იქ იყო ესე ვთქვათ ჭყალებში დაშინების ცდილობებით, რომ ეს რაც გარეთ გახართ, ეს არის არაკანონიერი გაბრძვა და ამ დღეებს არაგინას გავუგებთ. ხო, რაც შეეხება მუქარის ცდილობებს, მე მუქარად აღვიქვი, თუმცა თვითონ ასაღებენ კეთილნებად ამას, რომ გვამცნობენ ამ ამბავს. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ დავა თქვენს მიმართ, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, რადგან ეს გაფიცვა არის არაკანონიერი. და ნებისმიერ ადამიანს უფლება გაფიცვა. ეს არის ბოლომდე მისაყვანი ბრძოლა და ეს ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მივაბოლომდე ერთობით. ერთ ადამიანსაც კი, რომ შეეთქვას თუნდაც სამსახურიდან გაშვების მცდელობა. თუნდაც დისკრიმინაციული მოწოდება, რომ შენ აქ დგახარ და შენ ამის გამო გარკვეულ სანქციებს მიიღებ. იმ ერთი ადამიანისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმ ერთი ადამიანისთვისაც ბოლომდე გავავიქნებით აქ. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია. სოლიდარობას და გვერდჩიდგომას გიცხადებთ ყველა გაფიცული მაღაროელი, ჯიადურელი. ვართ თქვენ გვერდში. დღეს თქვენ რასაც გადიხართ, ეს ყველაფერი ჩვენ გავლილი გვაქვს უკვე 2019 წელში. იყო ესეთი წერილები, ესეთი მუქარები. უფრო მეტიც ყოფილა, მაგრამ არ შევშინებულვან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამებრძოლები ითხოვდნენ მხოლოდ და მხოლოდ ღირსეულ შრომას, ღირსეულ ანაზღაურებას. ამის გამო 4 ჩვენი თანამებრძოლი დააპატიმრეს უკანონოდ. მაინც არ შეგვიწყვეტია და არ შევწყვეტ იმ პროტესტს, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ თითეული მშრომელი ადამიანის უფლება იყოს დაცული ყველგან. არა აქვს იმას მნიშვნელობა, ეს იქნება მაღარო, აზოტის ქარხანა თუ რუსთავის მეტალურგი. ყველა ადამიანის უფლება, მშრომელი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. კიდევ და კიდევ ერთხელ სოლიდარობა და გვერდჩიდგომა ჯიადურისგან. მადლობა ყურადღებით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეცვა ჩვენი თავმოყარეობა და გამოვედით აქ. კანონის სრული დაცვით მივყვებით პროტესტს, არ ვაკეთებთ არანაირ დარღვევას. არ გადავდივართ კანონის შარჩოებიდან. ვაგრძელებთ პროტესტს იქამდე, სანამ ჩვენი მიზანი არ იქნება მიღწეული. მივმართავ ადმინისტრაციას. ჩაერთეთ მოლაპარაკებაზე. მობრძანდით მოლაპარაკების მაგიდაზე. ვინაიდან და რადგან ეს როგორც თქვენი, ასევე ჩვენი ინტერესია. ველოდებით მოლაპარაკების მაგიდაზე და ველოდებით თქვენს წინადადებას. ეს არის ჩვენი ბოლო სიტყვა და ჯერი პოეზია.